მოვედი. აუ გოგო, სათხარ რამდენ ხანს რა, ხო იცი როგორ ნერვიულობ არა? კაი, გოგო, შენ კიდე რა განერვიულებს, ხო ყველაფერი გაამზადე? კი, ყველაფერი გავამზადე, ესე იგი, ფურცელზე დავწერე ჩვენი სურვილები, დავწვი და ფერფლი ჩავყარე. აჰა, ძალიან კარგი. თმაც ხო ჩააგდე? კი, შენსაში შენი, ჩემსაში ჩემი. ხო, ძალიან კაი. გაწურული ალოეს წვენი? ეგეც. ხო, ძალიან კაი. თხის კონი ხო არ დაგავიწყდა? გოგო, არა, მაგრამ გვინდა ეგ, იმიტომ რომ ძალიან კალორიული გამოვიდა. გოგო, რას ნიშნავს გვინდა? რა თქმა უნდა გვინდა. თაკო, შენ ეს ხუმრობა ხო არ გგონი ერთი, ძალიან მაინტერესებს. ჩვენ საბედოებს შევხვდებით, გოგო, ამ მეთოდით. აუ გოგო, ძალიან ნერვიულობ რა. აუ ისე, ვინ წარმოგიდგენია? ვინ იქნება შენი საბედო? გოგო, რავი, ახლობლებიდან არ მინდა არავინ, ვინმე ახალი მინდა. კაი, ხო, მოიცა ერთი წუთი. კაი, მიდი. მოკლედ, აი ესენი ზუსტად აქ იდგას და 12 საათი როგორც კი გახდება, ეგრევე დავლიოთ და ჩვენი საბედოებს. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. გამოვიტანე? აუ, ძალიან დიდი მადლობა. არაფერს რამადა, ელოდებით ახალ წელს. დიახ, ერთი სული გვაქვს, როდის მოვა 12 საათი. მოდი ერთ ჭიქას დავლევ, სანამ გავალ, მაინც ახალი წელია, მოგილოცავთ რავალს და ეს წალით ბედნიერად იყავთ. დანიო! აუ გოგო. პროსტა აზრზე ხარ ტიპმა როგორც კი დამინახა, ჩემზე გული წაუვიდა. რა რო დაგინახა, გოგო? რა? ეს რო დალია, გაიჩიშა. აუ, რა გავაკეთოთ ახლა? როგორღაც უნდა დავეხმაროთ ახლა. აუ, როგორ? როგორ და ხელოვნურ სუნთქვას გავუკეთებ. და შენ რატო გაუკეთებ? იმიტომ, თაკო, რომ მე ვიცი ფრანგული ხელოვნური სუნთქვის ჩატარება და შენ იცი ჩვეულებრივის. ნუ ეხლა რა ვიცი. სამაგიეროდ ჩემი ჭიქიდან დალია და მე უნდა გავუკეთო. და აი ამ სასმლის გაკეთება ვინ გასწავლა? კარგი ხო, მოვიფიქრებ. იცი რა ვქნათ? აი, სახლის დალაგების დროს რო ვაკეთებთ ხოლმე, ზუსტად ეგრე გავაკეთოთ. როგორ? როგორ და გოგო, ეს ტიპი დავატრიალოთ და თავით ვისკენაც გაჩერდება, იმან გაუკეთოს ხელოვნური სუნთქვა რა? ანუ რა სისულელეებს იძახი რა? მიდი პულსი შევუმოწმე ერთი წუთი. პულსი? თაკო, ხო. დაწმუნებული ხარო სწორად უმოწმებ? გოგო, ესე უნდა, მაგრამ პროსტ აღარ მახსოვს, სად უნდა დაადოთ. აუ, ღმერთო, გეხვეწები რა. ოღონდაც, აი ეს ტიპი ახლა გადაარჩინე და ინსტაგრამზე ფოტოებს აღარ დავდებთ, ტიკტოკიდან ყველა ვიდეოს წავშლით და რა ვიცი, პატიოსნად ვიცხოვრებთ, ხო? არა, ღმერთო, ამას არ მოусმინო, ჩვენ თვითონ მოვასულიერებთ. გამოფხიზლდი. აუ, ხო არ მოკვდა? რას ამბობ, გოგო? ეს თუ მოკვდა, ჩვენ შეიძლება დაგვიჭირონ. რა? ვაიმე, გოგო, ეხა საერთოდ არ მაწყობს ამის სიკვდილი რა. სწავლა ეხა დავამთავრე და მუშაობას ვიწყებდი რა. აუ, კარგი რა, ციხეში ვერ წავალ, მართლა ვერ წავალ ოღონდ რა. მოკლედ, ეს უნდა მოვიშოროთ ახლა. მოვიშოროთ? ხო. მოვიშოროთ. მოკლე SMS-ები რომ მივწეროთ? რა მოკლე SMS-ები, თაკო? რა ვიცი, გოგო, ცოცხალ ბიჭებს მე ეგრე ვიშორავდი, იქნებ მკვდარზეც გაჭრას, არა? აუ, გეხვეწები რა სისულელებს, ნუ იძახი, რაღაცა სხვა მოვიფიქროთ რა. მოვიფიქრე. რა? დიდი შანელის ჩანთა რომ აქვს შავი, მაგაში ჩავდოთ. და ჩანთაში ეგრევე რო იპოვიან? გოგო, იმ ჩანთაში მე ვერ პოვლობ რაღაცებს, რაღა გვამს იპოვიან, რა ვიცი მე რა. აუ, კაი, გეხვეწები რა, მართლა სისულელებს იძახი. მოვიფიქრე. ხო. პოლიციაში დავრეკოთ. შენ დარეკე ოღონდ. გოგო, მე მოვიფიქრე. მოდი, შენ დაიბრალე. თან ისედაც შენი ბრალია. შენი გაკეთებული რაღაც სითხე დალია ბიჭმა. სამაგიეროდ შენ მომაფიქრებინე და შენ დარეკე. შენი ბრალია ზუსტადაც რომ. მე მოგაფიქრებინე და შენ თუ არ გინდო და რატო ვაკეთებდი? ძალიან მაინტერესებს ერთი მართლა. ვაიმე, მეც მინდოდა საბედო და იმიტომ, მაგრამ შენი მოფიქრებულია. ეგ არაფერს არ წყვეთ საერთოდ. აი მე მგონი გამოფხიზლდა. აუ კი. აუ მე მგონი ფხიზლდება. მაგარია, აღარ დაგვიჭერე შენ თავს პიცავა. ძალიან მაგარია. ეხა რა ვიფიქრე, იცი? იცი რა არის? ეს ხო გამოფხიზლდა და პირველი ვისაც დაინახავს, ესე იგი ის იქნება იმის საბედო, არა? ხო. გოგო, მიდი შენ გაიქეცი ახლა გეჩქარება სახლში და ეს რო გამოფხიზლდება, რო გვიჩივლოს, ორივეს დაგვიჭერენ და მოდი მე ავიღებ თაკო ჩემს თავზე რა.
მიდი გაიგეთ. მე უნდა ავიღო ჩემს თავზე, იმიტომ რომ ჩემი ჭიქიდან დალია. ჩემი გამოძახებული კურიერია და პირველი მე უნდა დამინახოს. არა, მე უნდა დამინახოს. თაკო მომისმინე პირველი მე უნდა დამინახოს, ეს არის აუცილებელია. ეხლა მე ძალიან მჭირდება ეს სიტუაცია და მე უნდა დამინახო. გოგო, მე უნდა დამინახოს მეთქი. შენ არ ციეკო, შენ ყოველთვის რატო გითმობ რაღაცებს? მაი ეხლა მართლა დაგვიჭერე.